ერთიანი სამაგისტრო გამოცდებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი საუბრობს. მაიო მიმინოშვილის თქმით, გამოცდების დაწყებისთანავე 8 დამკვირვებელი საგამოცდო პროცესს ჩამოაშორეს. თელავის საგამოცდო ცენტრში კი ყველა კოორდინატორი და მეტფალყურე დაითხოვეს. თელავში ეს ერთადერთი ცენტრია, სადაც აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ. ბათუმში კი ამ დროისთვის ერთი სტუდენტი მობილური ტელეფონის შეტანის გამო გამოცდიდან გაათავისუფლეს. 8 მეტფალყურეა უკვე მოხსნილი და სამწუხაროდ ერთ-ერთი ცენტრის ადმინისტრატორი და კოორდინატორი არის განთავისუფლებული თანამდე მოხერხდა ძალიან მალე და დროულად დაუშვათ აი მხარვეზის აღმოფხვრა და სასწრაფოდ ჩანაცვლება ამ ადამიანების. ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს პირველ ნაკადში, როდესაც ბათუმის საგამოცდო ცენტრში ადმინისტრატორმა და კოორდინატორმა გამოცდიდან მოხსნა აპლიკანტი. მოხსნა იმის გამო, რომ ამ ახალგაზრდამ საგამოცდო სექტორში შეიტანა მობილური, რაც დაფიქსირებული იქნა მეტალყურის მიერ და აქ უპირობოდ წესებში ასე გაწერილი უპირობოდ ხდება გამოცდიდან მოხსნა ახალგაზრდის. სამაგისტრო გამოცდების მიმდინარეობის შესახებ ბრიფინგი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მეცნიერების და განათლების მინისტრის მოადგილესთან ნოდარ სურგულაძესთან ერთად გამართა. მათი თქმით, პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ერთიანი სამაგისტრო გამოცდები საქართველოში წელს უკვე მეორედ ტარდება. რეგისტრაცია 6587 სტუდენტმა გაიარა. გამოცდის ჩაბარებელს ავალდებულა ნებისმიერი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად. სამაგისტრო პროგრამების ახალი მოდელი საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2009 წელს დაინერგა. სტუდენტები გამოცდის შედეგების მიხედვით ფინანსდებიან. მიმდინარე წელს 11 მიმართულება დაფინანსდება, მათ შორის პრიორიტეტულად საბუნებისმეტყველო, აგრარული, ჰუმანიტარული და განათლების მიმართულებებია. მიჩნეული 2009 წელს სახელმწიფომ 900 აბიტურიენტი დააფინანსა. 2009 წლიდან საქართველოს მთავრობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მნიშვნელობით ახორციელებს ერთიანი სამაგისტრო პროგრამების მიღებაზე ცენტრალიზებულ გამოცდას, რომელსაც ქვია საერთო სამაგისტრო გამოცდა. წელს ყველა მოდულის გადააჭარბა და წელს დარეგისტრირებულია დაახლოებით 6600-მდე სამაგისტრო აპლიკანტი. ხვალ რეგისტრაცია ორის ნაცვლად დაიწყება პირველ საათს. მინდა ყველა მაგისტრობის სრულმა მიაქციოს ამას ყურადღება, იმიტომ რომ დაგვიანებული აპლიკანტი თქვენი საგამოცდო ცენტრში უკვე აღარ დაიშვება. სამაგისტრო გამოცდების მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უშუალოდ დააკვირდა. დიმიტრი შაშკინი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში მივიდა. რეგისტრაცია წელს 6587 სტუდენტმა გაიარა. უკვე ცნობილია, რომ დაფინანსდება 11 მიმართულება, მათ შორის პრიორიტეტულია საბუნებისმეტყველო, აგრარული, ჰუმანიტარული და განათლების. დღეს იწყება სამაგისტრო გამოცდები. წელს უპრეცედენტო დიდი რაოდენობა არის მსურველების, 6000-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. დღეს იწყება სამაგისტრო გამოცდები. სახელმწიფომ გამოყო 2 მილიონზე მეტი იმისათვის, რომ დაფინანსდეს მაგისტრატურაში სწავლა იმ ბავშვების, რომლებიც გადალახავენ, სტუდენტების, რომლებიც გადალახავენ დღევანდელ გამოცდების ბარიერს. სახელმწიფომ დააწესა სპეციალური რანჯირების სისტემა და ჩვენ განსაკუთრებით წავახალისებ საინჟინერო ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის ფაკულტეტებზე სამაგისტრო სწავლას. ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სადამრიგებლო საათის პროგრამა შევა. სიახლის საჯარო სკოლების სასამდე კლასის დამრიგებლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის დირექტორთან ერთად გააცნო. პროგრამა პირველი და მეოთხე კლასების მოსწავლეებს ეხება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში ყველა კლასის დამრიგებელი კვირაში მინიმუმ ერთხელ ბავშვებს გაკვეთილს მათთვის საინტერესო თემებზე ჩაუტარებს. პირველი დღიდან როგორც დაიწყება სწავლა სექტემბერში შედის სკოლებში ახალი ინოვაცია, რომელიც ფარგლებში კვირაში ერთხელ ჩატარდება კლასის დამრიგებლის საათი. კლასის დამრიგებელი გაისაუბრება ბავშვებს კვირაში ერთხელ საერთო საკავშირო ასეულობებზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენი ბევრი მასწავლებელი ისედაც ამას აკეთებდა, მაგრამ ჩვენ ამას ახლა სისტემატიზაციას ვუკეთებთ და იბეჭდა ახალი სახელმძღვანელოები მასწავლებლების, რომელიც უფასოდ გადაეცემა მასწავლებლებს და ამით ჩვენ მივახცევთ ძალიან მნიშვნელოვან რამს. ზოგადად სადამრიგებლო საათი მიზნად ისახავს იმას, რომ ჩვენ მოსწავლეებს ვასწავლოთ სკოლის პერიოდში ისეთ და ვესაუბროთ ისეთ ღირებულებებზე, ფასეულობებზე, მივცეთ მათ ისეთი უნარჩვევები, რაც მათ შემდგომ ცხოვრებაში გამოადგებათ
გამოადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოღვაწეობისას, ურთიერთობისას თუ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. მე ვარ დაწყებითი კლასის მასწავლებელი და ჩვენ მთელი წლების განმავლობაში მივიღეთ ჩვენი საკუთარი გამოცდილება ისე სხვისი აზრის გაზიარება დიდად დაგვეხმარება ჯანსაღი თაობის აღზრდაში და გამომდინარე აქედან თითეული პატარა დეტალიც თითეული კლასის ხელმძღვანელისათვის ნამდვილად გასასალმებელია და მოსაწონია. საქართველოში ქორწინებისა და შობადობის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. ბოლო 2 წლის განმავლობაში დაბადებულ ახალშობილთა შორის ვაჟები ჭარბობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის მოადგილემ სამოქალაქო რეესტრის მიერ 2006-2009 წლებში გაწეული მუშაობის სტატისტიკური ანალიზი წარმოადგინა. ანალიზის მიხედვით ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება ქორწინების და დაბადების რეგისტრაციის რიცხვიც. მდგომარეობასთან საქმედობა იზრდება საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი ადამიანია, როგორც ჩანს, დასაქმებული, განსაკუთრებით ახალგაზრდები. 4 წლის მანძილზე ძალიან, ასე ვთქვათ, სისტემატურად იზრდება საქართველოში შობადობის მაჩვენებელი. იგივე ზრდა გვაქვს პირველი 5 თვის მანძილზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქორწინების მაჩვენებელიც 2010 წელს საკმაოდ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 1000-ით არის გაზრდილი ვიდრე გასულ წელს. სასტუმრო ამბასადორში საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვულ მარეგულირებელ კომისიას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა აღნიშნულ სფეროში თავიანთ ქვეყნებში არსებული პრობლემები წარმოადგინეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები კომპანიების წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ტრენინგს უტარებდნენ. ტრენინგი 3 დღიანია და მის პარკლებში ეკონომიკის სისტემაში არსებულ პრობლემებს განიხილავენ. პროექტში ფინელი და რუსი ექსპერტები მონაწილეობენ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის საჯარო სამსახურის დაძმობილების პროექტის მეოთხე რეგიონული აკადემიური სამიტი და სემინარები დაიწყო. სემინარს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების 30-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ტვინინგის პროგრამა ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანი საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვაა. პროექტი გერმანიასთან და საფრანგეთთან თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან წარმატებულად დაბრუნებულ ქართველ მოჭიდავეებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა. შეგახსენებთ, რომ მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ვარძელაშვილმა გამარჯვება ასევე ქართველ მოჭადრაკეს ნანა ძაგნიძესაც მიულოცა. ძაგნიძემ სომხეთის ქალაქ ჯერმუქში დასრულებულ მსოფლიო გრან-პრის სერიის რიგით მესამე გათამაშებაში პირველი ადგილი დაიკავა. ამ შედეგით ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლას განაგრძობს. ახლა კარგი დამთხევა არის სამინისტროს ჩამოყალიბების შემთხვევაში ორმა წარმატებულმა ფედერაციამ და ორმა წარმატებულმა სფერომ ესეთი მაღალი შედეგები გაჩვენა. განსაკუთრებით ჭადრაკში დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოჩნდა გოგონა, რომელმაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და კიდევ ერთი ეტაპის გავლის შემდეგ უკვე იგი მსოფლიო თასზე მოხდება, რაც უდიდესი წარმატება არის ჭადრაკში. პრინციპში ხა ესეთ შედეგს არ გეგმავდი, უბრალოდ წავედი რომ ეთამაშა კარგად, მაგრამ ნუ ეხა ტურნირის მსვლელობიდან გამომდინარე თავიდან თან ისე დაიწყო პირველ ტურში მსოფლიო ჩემპიონი დავამარცხე. და აი ამის შემდეგ უკვე როგორც ვთქვა მანდა ჯამაში მოდისო აი მაგის შემდეგ უკვე საკუთარ თავში წვენა მომემატა და აი უფრო კარგად ვითამაშე. ბევრს ვარჯიშობდი ძალიან და ამ ვარჯიშმა შედეგი გამოვიღო რა. ჩვენ შევძელით ის რომ გუნდური პირველი წამოგვიღო ბულგარეთიდან. ჩვენ არ გავჩერდებით ამაზე, შევეცდებით იმას რომ უფრო და უფრო უკეთესი შედეგები გავაკეთოთ შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე. მეხსიერების ბიბლიოთეკას ეწოდება მუზეუმს, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ევროპის სახლის საგამოფენო დარბაზში განთავსებული მუზეუმი მუდმივად განახლდება. აქ ის ნივთები არის განთავსებული, რომლებიც დევნილმა ქართველებმა საკუთარი სახლებიდან გადაარჩინეს. ის რის გადარჩენაც ვერ მოხერხდა პროექტის ორგანიზატორს. არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია სამართლიანობისთვის თავად აფხაზებმა გამოუგზავნეს. ეთნიკურად აფხაზებმა ქართველების კუთვნილი და მათ მიერ შენახული ნივთები თბილისში გამოგზავნეს.